მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ჩვენ აქ ვართ ყველანი, ძალიან ბევრი ადამიანი, იმისთვის ზურას გამოვხატოთ თანადგომა. აქ ხედავთ შეშინებულ რეჟიმს, აი მართლაც აბსოლუტურად ანტიადამიანურ, ანტისახალხო რეჟიმს, რომელიც კარიბჭეებით და პოლიციელებით ემალება საკუთარ ხალხს, რომელსაც ისე ეშინია და იმდენად არ აქვს ლეგიტიმაცია, რომ რეალურად უწევს, რომ 1000-მდე პოლიციელი მოიყვანოს მშვიდობიანი საზოგადოების შეკრების დროსაც. ეხლა აი ამ ხალხს აეტყობა იმისა, რომ მშვიდობა არ არის ჩვენი მიზანი, ან იმისა, რომ ცივილიზებული არა ვართ, ან იმისა, რომ ამ ქვეყნის დაცვის გარდა არაფერს არ ვაკეთებთ, მაგრამ ნახეთ 1000-მდე პოლიციელია ირგვლივ ქუჩებზე მობილიზებული. ყველგან მათი მანქანებია. ეზოშიც კი არ უშვებენ ადამიანებს, არათუ სასამართლო პროცესზე, რაც რა თქმა უნდა მოწმობს შიშს, აი მართლაც ყოველგვარი ლეგიტიმაციის, ყოველგვარი მანდატის გარეშე დარჩენილი ხელისუფლების შიშს, რომელიც საკუთარი მოქალაქეების, საკუთარი ერის წინააღმდეგ გააჩნია ამ უსუსურ, მხთალ, ლაჩარ, ბოროტმოქმედ რეჟიმს და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მოწმობს იმას, რომ უმეტესი ალბათობით 98% დღეს დააკავებენ ზურაბ ჯაფარიძეს. და აი ამიტომ არის ამ ხელ მობილიზაცია, იმიტომ რომ ამ რეჟიმს სხვა არაფერი არ აქვს, ხელთ არსენალი, აი რამდენიმე ასეულ რობოკოპზე დგას და აი პოლიციელებსაც ეს ბოროტად იყენებს და მე დარწმუნებული ვარ, ამ პოლიციის მეტი ნაწილი ასევე არის ამ ბოროტმოქმედი ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის რეჟიმი ულეგიტიმაციოთ ადამიანების გარეშე, მოქალაქეების გარეშე, საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე რამდენიმე ასეულ რობოკოპზე ჩამოკიდებული აი მართლაც მომაკვდავი რეჟიმი. გრიგოლ, აი ჩვენი საუბრის პარალელურად მინდა რომ მაყურებელს უახლესი ინფორმაცია მივაწოდო ამ პროცესის შესახებ. პირველი შუამდგომლობა გასაგებია რომ უკავშირდებოდა სწორედ დარბაზის შეცვლას, გარეთაც არაერთი ადამიანი რომელიც იყო დარბაზში სწორედ ამას სკანდირებდა, ხო, შეცვალე დარბაზი და მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა, ის ამბობს რომ საჯაროობა უზრუნველყოფილია დღევანდელი პროცესის, ამიტომ დაცვის მხარის შუამდგომლობა რომ შეცვლილიყო დარბაზი და დაკმაყოფილებულიყო ესეთი ინტერესი საზოგადოების სრულად ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ისე რა დაინახეთ ამ ой საოცრება. როგორ გავიკვირდა ალბათ თქვენს. ხო, ეს არის ნახეთ ძალიან კარგი დასტური იმისა, ჯერ როგორი დარბაზი არჩიეს, ხო, სადაც 10 ადამიანი ეტევა. აი ეს არის ყველაზე კარგი სახე ამ რეჟიმის. ხალხისგან დამალული, არასაჯარო, გაუმჭვირვალე, დაშინებული, ჭიშკარს მიღმა მყოფი. ეს არის ამ რეჟიმის სახე, არა მარტო ამ სასამართლოში, არამედ საზოგადოთაც. ეგეთი რეჟიმი ყავს დღეს საქართველოს. თქვენი ეშინია, მეგობრებო, ხალხის ეშინია, ცოცხალი ადამიანის ეშინია. თუ ზარქუა არ ხარ, ან სხვა მონა და რობოტი, ან რობოკოპი, რომელიც საკუთარ მეზობლებს, მოქალაქეებს, ამის მეგობარ ოჯახის წევრებსაც დასდევენ, უმოწყალოდ, დასარბევად, აი ეგ კატეგორია თუ არ ხარ და ეგეთი არის რამდენიმე ასეული მხოლოდ, ყველა სხვის ეშინია ამ რეჟიმს. რატო? იმიტომ რომ ეს რეჟიმი არ არის არჩეული ხალხის მიერ. მას არაფერი საერთო არ გააჩნია, არც ხალხთან, არც ერთან, არც სამართალთან. ამიტომ აი კაფკაესკური პროცესი ითქმოდა ხოლმე ადრე. ეს უკვე კაფკასაც აღარ გავს. რაღაც ბევრად უფრო უნიჭო, უფრო უსახური, უფრო ანტიადამიანურია, ვიდრე თუნდაც ის, რასაც კაფკასთან ნახულობთ ხოლმე. ხო, ეს არის ჩაკეტილი რეჟიმი, სადაც მოსამართლე და მისი მოადგილე არიან ხოლმე გამოკეტილი. რა საჯაროობა არის უზრუნველყოფილი? ან რისი ეშინიათ? აი ხა ეზოში რატო არ გვაქვს შესვლის საშუალება? ამ პროცესს რატო ვერ ვესწრებით? ხო, ცოტა უცნაური მიდგომაა ისე, ხო, ანუ გარეთ ეს მათ ძალიან კარგად იციან. გარეთ საჭიროებს გრიგოლ, აი ასობით პოლიციელის მობილიზებას, ხოლო დარბაზი ისეთია შერჩეული, სადაც რამდენიმე ადამიანს შეუძლია მხოლოდ დასწრება, ხო? ეს პოლიცია, ეს პოლიცია უნდა მობილიზონ, როდესაც დანაშაული, ნახეთ, ხო, დანაშაულთა საბრძოლოდ უნდა იხარჯებოდეს ეს რესურსი, დანაშაულთა საბრძოლოდ უნდა იხარჯებოდეს, სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის უნდა იხარჯებოდეს. აქ ტყუილუბრალოდ კი არ უნდა იდგენ ეს ხალხი საქმის გარეშე, თაკარანძეში. ეხლა ესენი უნდა ემსახურებოდნენ უკეთესი, უფრო ძლიერი, უფრო გამართული საზოგადოების და სახელმწიფოს სამსახურს და არა აქ დგომას და ჩვენს ყურებას. და აქ არაფერი დანაშაულებრივი არ ხდება, დანაშაულებრივი ხდება იქ, ამ შენობაში, კანცელარიაში, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში და ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ძალიან მალე ეს დანაშაული იქნება აღკვეთილი ქართველი ხალხის მიერ. დიდი მადლობა გრიგოლ დაგემშვიდობები, გრიგოლ გეგელია საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ.